იუსტიციის სამინისტრომ განაახლა იძულებითი აუქციონების და იძულებითი გამოსახლებების პროცესი, რომელიც შეჩერებული იყო შარშან იანვრის შემდგომ. Ყველას გახსოვთ ალბათ კეკელიძის ქუჩაზე ის ბარბაროსული გამოსახლება, იმას შემდეგ ეს პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა და ეხლა განახლდა აგვისტოს თვიდან ჩვენ მოგვივიდა უამრავი სხვადასხვა შეტყობინებები მოქალაქეების მხრიდან. Სამწუხაროდ, სანამ ეს მთავრობაა და სანამ ეს კანონი არის, ერთადერთი გზა იმისათვის, რომ აღსრულება იქნეს შეჩერებული, არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273 მუხლის მიხედვით მოსამართლეს აქვს უფლება ერთჯერადად გადადოს გამოსახლება სხვადასხვა ჰუმანიტარული მოსაზრებების გათვალისწინებით. ჩვენ რომ ვისარგებლოთ ამ ღონისძიებით, ჩვენი გუნდი თავისუფალი საქართველოს იურისტები ყველას დაეხმარებენ, ამისთვის საჭირო არის აქ მითითებულ ელექტრონულ პოსტაზე დაგვიკავშირდეთ და გამოგვიგზავნოთ შემდეგი საბუთები. დაუყოვნებლივ, როგორც კი მიიღებთ იუსტიციის სამინისტროდან შეტყობინებას. ერთი ეს არის აი ასეთი წინადადება აღსრულების შესახებ, ყველა ფურცელს გადაუგეთ ფოტო და გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ პოსტაზე. გარდა ამისა, უნდა გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია მისამართზე მცხოვრები ასაკოვანი პირების შესახებ, რაიმე დაავადება თუ აქვთ, ფორმა 100 ან სხვა ფორმით სამედიცინო ისტორია, რომ ჩვენ სასამართლოს დაუსაბუთოთ თუ რატო არის აღსრულების გადავადება საჭირო და აგრეთვე თუ მისამართზე ცხოვრობენ არასრულწლოვანები, ამ არასრულწლოვანების დაბადების მოწმობები. ჩვენ როგორც კი გამოგვიგზავნით ამ დოკუმენტებს 24 საათის მანძილზე შესაბამის შუამდგომლობას გაუგზავნით სასამართლოს და როგორც კი იქნება სასამართლოს განჩინება, ნუ დადებითი განჩინება თუ იქნება ასეთ შემთხვევაში მზად, შეგატყობინებთ და როგორც კი თქვენ წარუდგენთ ამ განჩინებას აღსრულების ეროვნულ ბიუროს, აღსრულების პროცესი სულ ერთია ეს აუქციონი იქნება თუ გამოსახლება, დაუყოვნებლივ იქნება შეჩერებული.